ქართველებს ევროპაში სულ უფრო მეტი და მეტი ყურადღება ექცევა. ტრანსფერმარკეტის ცნობით ქართველი ფეხბურთელის ზურიკო დავითაშვილის ფასი 2 მილიონით გაიზარდა. ზურიკო ბარსელონაში. ხვიჩა კვარაცხელიას და უეფას შორის ოფიციალური ინტერვიუ, სადაც კვარამ ქართველებზე ისაუბრა. მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტი. ფლორენტინო პერეზის სკანდალური განცხადება ამას მთელი მსოფლიო განიხილავს. ფეხბურთში უამრავი საინტერესო რამ ხდება, რასაც ჩვენ მეგობრებთან, მეზობლებთან და ახლობლებთან განვიხილავთ და რაც მეტი იცი, მით უფრო ჩართული ხარ საუბარში და კომფორტულად გრძნობ თავს. ეს ვიდეო ტყუილად არ შეგხვდა. თუ გამოიწერ ამ არხს, გექნება საშუალება ყოველთვის პირველმა გაიგო ყველაზე ცხელი სიახლეები ქართულ და მსოფლიო ფეხბურთზე. ერთი ღილაკის დაჭერა 2 წამს წაგართმევს და მოგცემს ბევრად მეტს. შემოუერთდი ჩვენ დიდ ოჯახს. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. საფრანგეთის ლიგა 1-ში დასაბრუნებლად ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი პლეი-ოფის ფინალში ნიცას დაუპირისპირდა. პირველი მატჩი სენტ-ეტიანმა საკუთარ კედლებში გამართა. მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა. საპასუხო მატჩი ნიცას სტადიონზე 29 მაისს, ანუ ხვალ გაიმართება. ორ მატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებული შემდეგ სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს. ამიტომ ყველანი ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანი მატჩია ზურიკოსთვის. პირველ მატჩში ზურიკომ სენტ-ეტიენის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. მუდმივად მოძრაობდა. ბევრს იბრძოდა, თუმცა შეტევაში საუკეთესო თვისებების გამოვლენა გაუჭირდა. მხოლოდ 2 ეპიზოდის გამორჩევა შეიძლება პირველ ტაიმში კარგი პასით შეტევა გაამწვავა, მეორე ტაიმში დაარტყა და ბურთი კარს აცდა. მატჩის მიწურულს ზურიკო ფეხმა შეაწუხა, ექიმი მის დასახმარებლად მოედანზე გამოვიდა და მალევე პირველ დამატებულ წუთზე შეცვალეს. შეგახსენებთ საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის გადაწყვეტილებით, ზურიკო ლიგა 2-ის 2025-26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ლიგა 2-ის რეგულარულ ჩემპიონატში 29 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა, პლუს 1 მატჩი საფრანგეთის თასზე ნიცას პენალტიდან გაუტანა. სეზონის მიწურულს სენტ-ეტიენის მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ მონტანიემ ზურიკოზე ისაუბრა. ჩვენი ძალიან მოგწონს როგორც პიროვნება და როგორც ფეხბურთელი. ვთვლი, რომ ეს სამართლიანი ჯილდოა. იმედი მაქვს მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვირა იქნება. უაღრესად ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ამასთან ერთად და უპირველეს ყოვლისა, მას შრომის მიმართ გამორჩეული მენტალიტეტი აქვს. ის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ყველას ძალიან გაგვიხარდა მისი ამბავი. რა მაოცებს მასში ყველაზე მეტად? მისი სტაბილურობა მოედანზე. ვიცოდი, რომ ნიჭი ქონდა და თითქმის ყველაფრის გაკეთება შეეძლო, მაგრამ ის უკიდურესად სტაბილური აღმოჩნდა და სწორედ ეს არის ყველაზე რთული. სხვათა შორის ხშირად, სწორედ ეს განასხვავებს უბრალოდ კარგ ფეხბურთელებს ძალიან კარგი ფეხბურთელებისგან. ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაც გაიზარდა. ავტორიტეტული საფეხბურთო პლატფორმის ტრანსფერმარკეტის განახლებული მონაცემებით, სენტ-ეტიენის შემტევის საბაზრო ფასი 12 მილიონ ევროს შეადგენს. მანამდე გერმანულ პლატფორმაზე ქართველი ფეხბურთელის ღირებულება 10 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, თუმცა ლიგა 2-ის სეზონის დასრულების შემდეგ მისი ფასი კიდევ 2 მილიონით გაიზარდა. საფრანგეთში ჩატარებული შთამბეჭდავი სეზონი ამ ზრდის მთავარი მიზეზია და ახლა ძალიან ბევრი კლუბია დაინტერესებული ზურიკოთი. ხო, ეს ყველაფერი ოცნების დონეზეა, მაგრამ წარმოიდგინეთ რა მაგარი იქნებოდა და რა მაგრად მოუხდებოდა ზურიკო დავითაშვილი კატალონიის ბარსელონას. მას ყველა ის საჭირო თვისება აქვს, თუნდაც პიროვნული და თუნდაც ფეხბურთის დონეზე, რაც ბარსელონას სჭირდება. თან რა მაგარი იქნებოდა კვარა რეალში და ზურიკო ბარსელონაში. ელ კლასიკოები 10 მაგად უფრო საინტერესო გახდებოდა ქართველი მაყურებლისთვის. თქვენ კი კომენტარებში დაწერეთ, რომელ კლუბს მოუხდებოდა ზურიკო დავითაშვილი ყველაზე მეტად. ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ ლეეკვიპმა პარი სენ-ჟერმენს საინტერესო სტატია მიუძღვნა და პოზიციების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების რეიტინგში პარიზელთა ფეხბურთელებს ადგილები მიაკუთვნა. ლეეკვიპის აზრით ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბია. მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელია ევროპულ ასპარეზზე უბრალოდ თვალწარმტაცია. 10 გოლი 15 შეხვედრაში, რომელთა შორის ნამდვილი შედევრებიცაა. მაგალითად ატლანტასთან სექტემბერში შეგდებული ბურთი. თუმცა რაც მთავარია, შეგვიქმნა შთაბეჭდილება, რომ მისი კრეატიულობა უსაზღვროა.
2026 წელს ის უდაოდ მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბია. ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მხოლოდ რამოდენიმე დღე დარჩა და იმავე გამოცემამ ინტერვიუ ჩაწერა პარი სენ-ჟერმენისა და არსენალის ყოფილ მწვრთნელთან, უნაი ემერისთან, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ ასტონ ვილას სათავეში ევროპა ლიგა მეხუთედ მოიგო. ლუის ენრიკე შესანიშნავად მუშაობს მას კარგად გამოსდის პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა. ენრიკეს ხელში PSG-მ სრული ტრანსფორმაცია განიცადა. მათი თამაშის ყურება სიამოვნებაა და ეს შარშანაც ასე იყო. დღეს PSG მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, რომელიც საუკეთესო კოლექტიურ ფეხბურთს თამაშობს და საუკეთესო მწვრთნელი ყავს. რაც შეეხება არსენალს, არტეტას გუნდი ძალიან კონკურენტულია და ყოველ სეზონში პროგრესირებს. მიკელს უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა. PSG-ს წარმატებები ძალიან მახარებს, ნასერ ალ-ხელაიფისთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ისევე როგორც მარკინიოსთან, ჩემი მწვრთნელობის პერიოდიდან დღეს გუნდში მხოლოდ ის დარჩა. რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს ენრიკეს წარმატებაც, ის ამას სრულად იმსახურებს. იყო თუ არა ვარსკვლავების პოლიტიკაზე უარის თქმა გარდამტეხი მომენტი წარმატების გზაზე? არ ვიცი. დღეს PSG-ს ყავს უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია, ვიტინია, ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან. ფინალში ფავორიტი არ არსებობს. შანსები 50-50-ზე იქნება. ქართველმა სუპერვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა და საქართველოზე ისაუბრა. შეკითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია შენი წარმატება ქართველი ხალხისთვის? წინა ჯერზე გულშემატკივრებისგან და ქართველი ხალხისგან უდიდესი სიყვარული ვიგრძენი. ძალიან ბევრმა ადამიანმა მომილოცა და მათ გამაბედნიერეს. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ფეხბურთს თითქმის არასდროს უყურებენ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართულ კომაგებს ეს ბედნიერება დაუბრუნო. მიხარია, რომ ქართველი ვარ და ჩემი მცირედი წვლილით ქვეყნისთვის ამ სიხარულის მოტანა შემიძლია. ფიქრობ, ჩვენი ისტორია ძალიან პატარა ქვეყნის ისტორიაა, რომელიც ყოველთვის იბრძვის. პასუხი ყოველთვის გვაქვს, გესმით? ერთ მუშტად ვართ შეკრული და ყოველთვის ერთმანეთისთვის ვიბრძვით, მაგრამ სტუმრების მასპინძლობაც ძალიან კარგად ვიცით. ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, რადგან მებრძოლი სული ჩვენს ბუნებაშია. საქართველოში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლა ჩემთვის მარტივი არ არის, რადგან იქ ფეხბურთი ძალიან უყვართ. მიუხედავად ამისა, სამშობლოში დაბრუნება ძალიან მიყვარს და ვცდილობ, რაც შეიძლება ხშირად ჩავიდე. წარმატებები კვარას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მთელი გულით მჯერა, რომ შეძლებს ამ თამაშის მოგებას და თავის კლუბთან ერთად ისტორიის წერას განაგრძობს. იმისიც ძალიან წამს, რომ მინიმუმ ერთი გოლის გატანას მოახერხებს. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. და ასევე სითბო და სიყვარული ვაჩვენოთ კვარას. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე თვეზე მეტი რჩება, თუმცა ლივერპულის მეკარეების საკითხზე თითქმის ყოველდღე ახალი ინფორმაცია ვრცელდება. ამჯერად წითლების ქართველ მეკარეზე გიორგი მამარდაშვილზე ცნობილი იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი და ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს. მისი ინფორმაციით გიორგი მამარდაშვილის ერთწლიანი იჯარით დამატება 3 იტალიურ კლუბს შესთავაზეს და ეს კლუბებია იუვენტუსი, ინტერი და ფიორენტინა. ამჟამად სერია-ას კლუბები წინადადებას განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ იუვენტუს უკავშირებენ ლივერპულის ბრაზილიელ მეკარე ალისონ ბეკერსაც. იტალიური მედია წერდა, რომ პირადი კონტრაქტის პირობები ტურინელებმა ფეხბურთელს უკვე შეუთანხმეს. თუმცა თუ კლუბებს შორის კონსენსუსი ვერ შედგა და მერსესაიდელებმა ალისონის ტრანსფერი დაბლოკეს, არაა გამორიცხული, რომ მის ნაცვლად ტურინში მამარდაშვილი გადაბარგდეს. რა თქმა უნდა, იუვენტუსიც და ინტერიც საკმაოდ მასშტაბური და დიდი ისტორიის მქონე კლუბებია, მაგრამ რამდენად სწორი იქნება გიორგისთვის ახლა სადმე იჯარით გადასვლა? დაწერეთ კომენტარებში. მადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერეზმა განაცხადა, რომ არ აპირებს თვალი დახუჭოს ნეგრეირას საქმეზე. მე არ შევწყვეტ ნეგრეირას საქმეზე აპელირებასა და მუშაობას, ეს ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალია. მსოფლიოში ვერ იგებენ. კლუბი 20 წლის განმავლობაში ფულს უხდიდა მსაჯთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს. ამ დროს კი არაფერი ხდება და ეს არბიტრები დღემდე აგრძელებენ ლა ლიგის მატჩების განსჯას. ჩვენ ერთადერთი კლუბი ვართ, რომელიც ოფიციალურად გამოვიდა და ამის წინააღმდეგ პოზიცია დააფიქსირა. ეს სამარცხვინო საქმეა. ჩვენ უკვე მოვამზადეთ მთელი დოკუმენტაცია და მის UEFA-ში გადაცემას ვაპირებთ. და რა თქმა უნდა, დაუღალავად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობა, რაც გულისხმობს მხარდაჭერის სანაცვლოდ გარკვეულ სიკეთეებზე წვდომის მინიჭებას, ანუ კლიენტელიზმი, ბოლომდე დაინგრეს. განაცხადა ფლორენტინო პერეზმა.
გახსენებთ, რომ ბარსელონასა და მის ხელმძღვანელობას ბრალი წაუყენეს მექრთამეობაში, რაც უკავშირდება მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ნეგრეირასთვის გადახდილ თანხებს, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციაში მუშაობდა. თუმცა სასამართლომ ხანგრძლივი ძიების შედეგად კატალონიელთა საქმიანობაში კანონდარღვევების ნიშნები ვერ აღმოაჩინა. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. თუ მოგეწონა აუცილებლად დააჭირე ლაიქის ღილაკს და გამოიწერე არხი. მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდები ახალი სიახლეებით. იმედია ზურიკო გადავა ლიგა 1-ში. იმედია ხვიჩა შეძლებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას. ქართული სპორტი ყოველდღე უფრო და უფრო წინ მიდის და მთელი გულით ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს წარმატებებს. თქვენს გისურვებთ წარმატებებს ყველა იმ საქმეში, რასაც ხელს მოკიდებთ. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.